მამანო, დედანო, ძმანო და დანო, ყველას გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს. დღეს, რომელსაც ეწოდება ადამის სამოთხიდან განდევნის და შენდობის კვირა. ეს არის დღე უშუალოდ წმინდა ორმოცის წინა და ამ დღეს ჩვენ მოვისმინეთ წმინდა წერილი, რომელმაც რამოდენიმე მნიშვნელოვანი ძალზე სიტყვა გვითხრა, რომელიც ეხება უშუალოდ წმინდა ორმოცის დღეებს და მიგვითითა იმაზე თუ როგორ უნდა შევუდგეთ ჩვენ ამ წმინდა დღეებს, რათა აღდგომის სიხარული სავსებით შევიგრძნოთ. მაცხოვარმა ბრძანამ უკვე თუ მიუტევთ კაცთა შეწოდებანი მათნი, მაშინ მამამა ზეცათამან თქვენცა მიგიტევნენ შეწოდებანი თქვენიო. და უკვე თუ არ მიუტევოთ კაცთა შეწოდებანი მათნიო, მაშინ არცა მამამან ზეცათამან მოგიტევნეს თქვენ შეწოდებანი თქვენიო. ეს ძალზე მნიშვნელოვანი პირობა, რითაც უნდა შევუდგეთ ჩვენ ამ წმინდა დღეებს. თუ ჩვენ დავფიქრდით, მივხვდებით, რომ ცოდვათა მიტევება აუცილებელი პირობა არის ღმერთთან ურთიერთობისათვის. ის რომ ჩვენ სხვას მიუტევებთ და ასევე რომ ჩვენც მოგვეტევება ჩვენი ცოდვანი. და მაცხოვარი პირდაპირ გვეუბნება, რომ თუ ადამიანებს არ მიუტევეთ, მაშინ ღმერთმა თქვენც არ მოგიტევოს ცოდვანიო. ჩვენ ყოველდღიურად ვამბობთ მამაო ჩვენოს ლოცვას, რომელშიც არის ნათქვამი და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთან მათ ჩვენთაო. ამ ლოცვას საუფლო ლოცვა ჰქვია, რომელიც თავად უფალმა იესო ქრისტემ ასწავლა მოწაფეებს. და თუ ჩვენ არ ვიქნებით აი ამ მიტევების პროცესში სხვისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც, თუ ჩვენ არ ვითხოვდეთ იქნება მიტევებას, მაშინ გამოდის, რომ ამაოდ ვამბობთ ამ ლოცვას. მაშინ ეს სიტყვები და მომიტევენ ჩვენ შეწოდებანი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთან მათ ჩვენთა, ეგ სიტყვები ჩვენ არ გვეხება. ეგ სიტყვები ფუჭი აღმოჩნდება. ჩვენთვის და აი ამიტომაც მაცხოვარი შეგვახსენებს წმინდა წერილის დღევანდელი ნაწყვეტით, თუ როგორ უნდა
დავიწყოთ ჩვენ წმინდა და დიდი მარხვის დღეები. შენდობა მივცეთ ადამიანს და ჩვენს ვითხოვოთ შენდობა და მოვინანიოთ ჩვენი ცოდვები. ეს ქმედება გვაკავშირებს ჩვენ უფალს. ეს ქმედება ჩვენდამი ღვთის მოწყალებას მოოდრეკს. და ღვთის მოწყალება გვჭირდება ჩვენ ამ დღეების განმავლობაში, რათა სული ჩვენი ამაღლდეს ზეცისკენ, ამაღლდეს ქრისტესკენ და ქრისტესთან გქონდეს ურთიერთობა. ამის შემდეგ მაცხოვარმა თქვა სიტყვები, რომ ოდეს იმარხვიდეთო თქვენო, ნუ ხართო დამწუხრებული პირსახისო, არამეთო ხიარულად გამოჩდითო, დაიბანეთ თქვენი პირსახეო. ეს სიტყვები პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ გარეგნულ ნიშნებს მარხვისა ამას არა აქვს პირველადი მნიშვნელობა. იმიტომ რომ ძველ აღთქმაში, როდესაც მარხულობდნენ და იდებდნენ თავს მარხვას, შეიმოსებოდნენ ძაძით, გაიშლიდნენ თმას, მოუშვებდნენ წვერსა და თმას, ნაცარსაც დაიყრიდნენ და ასე დღეების განმავლობაში ადამიანი გამოიყურებოდა. და მაცხოვარი ამბობს, რომ ამას არა აქვს ის მნიშვნელობა, თუ შინაგანი არ ახლავს ამ ქმედებას. თუ შენ მიტევება არ მიეცი, თუ შენ სინანული არ იქონიე, მაშინ არ შენს ძაძას, არ შენ თავზე დაყრილ ნაცარს, არც ჩამოხოკილ ღაწვებს, არაფერს აზრი არ აქვს. მაგრამ იყავი მხნე, იყავი მხიარული მარხვის გამო, არა გართობის გამო იყავი მხიარული, არამედ მარხვის გამო იყავი მხიარული, რომ მოვიდა ეს წმინდა 40, მოვიდა ეს განუმეორებელი დღეები წელიწადში ერთხელ და ამ დღეების განმავლობაში გვაქვს შესაძლებლობა, რომ ჩვენი სული ღვთის მოწყალებით და მადლით განიკურნოს, გამტკიცდეს და ღმერთს მიუახლოვდეს. ამის გამო სიხარული ვიქონიოთ. იმიტომ რომ ამ დღეებში ღმერთი ახლოსას. ამ სიახლოვეს გძნობ ჩვენ, იმიტომ რომ სხვა დღეებში წელიწადისა გაფანტულად ვართ. რაღაც უფრო მეტ ზრუნვაში ვართ ჩაფლულები, მარხვის დღეები ჩვენთვის რაღაც ისეთია, არა ასეთი მობილიზების. დიდ მარხვას კი სხვანაირად შევიგრძნობთ. სხვა დატვირთვას ვანიჭებთ ყველანი. და სიხარული ვიქონიოთ ამის გამო, რომ მოგვივიდა ეს წმინდა დღეები. და თუ სიხარულით განვლეთ ეს დღეები, მაშინ აღდგომის სიხარულიც სავსებით იქნება ჩვენში.
და კიდევ ვიტყვი რომ იმისათვის რათა ამ დღეების სიხარული ჩვენთვის იყოს უფრო მეტად ახლო და გასაგები ძალზე მნიშვნელოვანია და საჭირო რომ ჩვენ ვკითხულობდეთ წმინდა წერილს ამ დღეების განმავლობაში ყოველდღიურად ეს ისედაც არის ქრისტიანის მოვალეობა მაგრამ თუ სხვა დროს ამაში მოვიკოჭლებთ ახლა მაინც შევეცადოთ ყოველდღიურად ვიკითხოთ წმინდა წერილი და შევეცადოთ რომ მთლიანად წავიკითხოთ წმინდა ოთხთავი, მოციქულთა საქმეები, მოციქულთა წერილები. ეს იყოს ჩვენი შრომა ამ მარხვის დღეების განმავლობაში იმ მუხლ მოდრეკასთან და იმ ლოცვასთან ერთად, რომელიც ეკლესიაში აღევლინება, რომელსაც ჩვენ დავესწრებით. გავწიოთ ეს შრომა და შევეცადოთ რომ სიკეთე მოვიპოვოთ სულიერი თავშეკავებით სულიერი საქმით დავიტვირთოთ არა გარეგნული თქვათ 100 მეტანიის გაკეთებას ჯობია რომ არ განიკითხო შენ. 100 მეტანიის გაკეთებას გირჩევნია რომ არ იჭორავო. ადამიანს წარე და სალანძღავი სიტყვა არ უთხრა. და საერთოდ არ თქვა. ეს გაცილებით აღმატებულია ძვირფასო ძმანო და დანო. იმიტომ რომ გავაკეთებ 100 მეტანიას და კმაყოფილი ვიქნები რომ აი 100 მეტანია გავაკეთე და აი ახლა ესე იგი რაღაც შემიძლია ღმერთთან ურთიერთობა ამის უფლება მაქვს. მაგრამ თუ განვიკითხავ თუ ჭორაობით არ იღლება ჩემი ენა თუ მზად ვარ ავიდა საწყენის სიტყვა მივახალო ადამიანს არაფერი არ არის არც ჩემი ლოცვა და არც ჩემი მეტანიები. თუ სინანული გულწრფელად არ გამოვხატე, შენდობა არ მივეცი. მაშინ როგორც პავლე მოციქული ამბობს, რომ უღირსად ვინც ეზიარებაო, სასიკვდილოდ ეზიარებაო. რისგანაც დაგვიფაროს ყველა ჩვენგანი მოწყალე ღმერთმა. და ამგვარად ძვირფასო ძმარო და დანო საკუთარ თავს შეუძახოთ და დავავალოთ რომ ამგვარად გამლოთ წმინდა 40-ის დღეები. და მართლაც წმინდა იქნება ის ჩვენთვის. იმიტომ რომ ჩვენ განვიწმინდებით. ღვთის მადლი გამწმენთ ჩვენ. და სიხარულით შევეგებებით აღდგომის დიად დღესასწაულს. ლიტურგიის დასასრულს შესრულდება
წუხრი და შენდობის წესი. იქნება წაკითხული შენდობის ლოცვა მდელმთავრისაგან. და ყველამ ჩავიხედოთ საკუთარ სულში და თუ ჩავიხედავთ, აუცილებლად ვიპოვით იმას, რის გამოც შენდობა უნდა ვთხოვოთ ღმერთსაც და ადამიანსაც. ღმერთმა დაალოცვილი გამყოფოთ ყველანი.